საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრს შეუკრავენ. სანამ დირიჟორი მოვა საკრავებს აწყობენ, ბგერებს სინჯავენ. სამოცდასამი შემსრულებლისგან შემდგარი ორკესტრი ყოველდღიურად გადის რეპეტიციას იმისთვის, რომ შემდეგ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში, რიტუალურ უზრუნველყოფაში, ქვეყნის პირველი პირების ოფიციალურ შეხვედრებში და გარდა ამისა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებში. ორკესტრში 3 ქალია, მათგან ერთ-ერთი 23 წლის ნინო ჯამერაშვილია. პირველი ტუბისტი ქალი ამიერკავკასიაში. სასულე ორკესტრში 5 წლის წინ მივიდა. 15 კილოგრამიან საკრავს სარეპეტიციო ოთახში ინახავს. ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების ცერემონიალი იყო. ახალი მოსული ვიყავი ამ ორკესტრში, როდესაც ავღანეთში 7 სამხედრო პირი დაიღუპა და ჩემი პირველი ღონისძიებაზე წასვლა იყო ეს შემთხვევა და ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ 7 სამხედრო ერთად დაღუპვა ეს ძალიან ძიმე ტრამვა იყო თუნდაც საქართველოსათვის და ჩვენთვისაც რა თქმა უნდა. და ძალიან ცუდი მომენტი იყო, რომ მეც იქ მონაწილეობის მიღება მიწევდა იმ მხრივ, რომ ამ ყველაფერს ვუყურებდი. ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა. სწორედ იმ დროიდან უკრავს ორკესტრში გოჩა თაბოაშვილი. ზოგისთვის ახლა სამხედრო ორკესტრი არის მარტო მარში. მარში არ არის. აქ მოისმენთ ალბათ ახლა ჩვენი შესრულებით, ორკესტრის სამხედრო ორკესტრის შესრულებით, სხვადასხვა საესტრადო ნაწარმოებებია, სხვადასხვა კომპოზიტორების მარტო მარში არ არის და მარტო ერთფეროვანი არ არის ორკესტრი. 1 2 3 ორკესტრის რეპერტუარი მრავალფეროვანია. სამხედრო მარშებიდან დაწყებული თანამედროვე ჰიტებით დამთავრებული. კაპიტანი კობა მერმანიშვილი ორკესტრს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. დატვირთვა ამ ორკესტრის გარეშე მე ვფიქრობ, რომ აი ეს ინსტიტუცია, რაც არის ქვეყნის, თქვათ, ჰიმნი და დროშა, იგივე დატვირთვა აქვს ამ ორკესტრს, რადგანაც ამას ახლა რაღაც ხმამაღლა არ გამოდის. ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ ყოველ დახვედრაზე პოლიტიკური თუ სამხედრო პირების, სტუმრების, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ამ ორკესტრს უწევს დახვედრა და ჰიმნის შესრულება და პატივის მიღება. დღეს სასულე ორკესტრისთვის ნაკლებად იწერება ახალი ნაწარმოებები, სამხედრო მარშები. ამიტომ კობა მერმანიშვილი სიმფონიური ორკესტრისათვის შექმნილი თუ სხვა ჟანრის ნაწარმოებების არანჟირებას თავად აკეთებს და მათ სასულე ორკესტრს არგებს. მინდა მოუწოდა ყველა კომპოზიტორს აი უფრო მეტი დაკვირვებულობას და უფრო მეტ ცოდნას ვთხოვ, რომ გამოავლინა და დაინტერესდნენ ამ ტიპის ორკესტრის შემადგენლობით და დარწმუნებული ვარ, უფრო გემოვნებიანი, უფრო გამართული თავისი მარწერით ნაწარმოებები გამოვათ, რადგანაც არ არის ბევრი ეს ყველაფერი გვიწევს რაღაც ქართული ნაწარმოებების არანჟირება ამ ტიპის ორკესტრები. საქართველოში სასულე ორკესტრის ისტორია ჯერ კიდევ 1917 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მუსიკოსმა ვალერიან მიზანდარმა კადეტთა კორპუსის პირველ და მე-9 ცხენოსანთა პოლკში 65 მუსიკოსი შეკრიბა და შექმნა დიდი სამხედრო სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. 1918 წლიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მას სახალხო გვარდიის ორკესტრი ეწოდა. სწორედ იმ პერიოდით დათარიღებული მარშების 30-მდე პარტიტურა აღმოაჩინეს 2010 წელს კონსერვატორიაში, რომლებიც ვალერიან მიზანდარის შთამომავალს, ასევე მუსიკოსსა და მუსიკის ისტორიის მკვლევარს ლევან მიზანდარს გადაეცა.
ავტორები არიან როგორც ქართველები, ასევე რუსები, კონსიორსკი მაგალითად. და არის მარში მერანი, სამგლოვიარო მარში, სხვადასხვა საცხენოსნო დივიზიის მარში, იმ პერიოდისთვის აქტუალური მარშები. სამწუხაროდ ამ მარშების ბედი ისე განვითარდა, რომ გასაბჭოების შემდეგ ბუნებრივია ეს სახალხო გვარდიის ორკესტრი, თითოეული გვარდიის ორკესტრად გადაიქმნა და მერე რაღაცა პერიოდში საერთოდ შეწყვიტა არსებობა. დიდი ეტყობა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ეს. და ბუნებრივია ამ მარშებმაც დიდი ხნით დაიძინეს. ლევან მიზანდარი ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის რეპერტუარში საკმაოდ მწირია ქართული მარშები, ერთი საუკუნის წინანდელი მარშების აღდგენა და მათი გაცოცხლება დიდი შენაძენი იქნება ქართული სასულე ორკესტრისთვის.